დილამში და მისე შემოკარგებო. როგორ გიკითხოთ? ჩვენთან წვიმიანი დილა გათენდა და მე და ტასუნა. აი ეს ტასუნა, აი ეს. ტასუნა რომელსაც ნახევრად ძინავს, მივდივართ ქარელის გორმეტში. ასიკოს უნდა გადავიღოთ მუხლი, კარგი აპარატურა აქვს, უბრალოდ უნდა გადავიღოთ და მე იმ სურათით უნდა წავიდეთ თბილისში. წინ წავიდეთ საქმე მოკლედ და თბილისში უკვე ვიზიტი გვაქვს დაჯავშნა. მივდივართ ქარელში, სავარაუდოდ მოვალთ და მეც არაფერს არ გავაკეთებთ, ასევე საჩვენებელი არაფერი არ მაქვს. სახლში არის ჩემთან დედიკო და სახლში რომ დაუბრუნდებით მე და დედა ერთად შეგეხმიანებით. ახლა გისურვებთ კარგ დღეს. შეგხვდები. კარგი. მოგესალმებით შემოკარგებო. ჩემი სამზარეულოდან დავბრუნდით ქარელიდან, ქარელში გადავიღეთ. ქარელის გორმეტს აქვს ძალიან კარგი აპარატურა. და გადავწყვიტეთ, რომ მე და ტასიკო მივდივართ მაისის იქით ბოლოსკენ. მანამდე ადგილი არ იყო ელემენტარულად. ტრავმატოლოგ ვაჟა გაფრინდაშვილთან თქვენ გეხსოვნებათ ეს ექიმი, ეს არის ადამიანი, რომელიც სამაჩაბლოსკენ მოიტაცეს და ძელად ყავდათ და გახმაურებული ამბავი იყო. არაჩვეულებრივი სპეციალისტია. ხო და იმიტომაც აქვს ახლა რიგი. რო ჩავეწერე, მითხრეს რომ წამოიღეთო ეხო და მეორეს რაღაცა ქვია, აღარ მახსოვს, ეხოსკოპია და რენტგენი. მოკლედ ორივე გავიკეთეთ ქარელის გორმეტში, წინ წავიდეთ საქმე. ბუბუსთან ერთად რა თქმა უნდა საავადმყოფოში ვერ შევიდოდი, ამიტომ დედა გამომიწახეთ, დედა ყავდა. აქ ბუბუსთან დარჩა, გავუშვით უკვე არაფრით არ დარჩა, მოკლედ ისე ვერ ხვეწემეთ, კი 1-2 დღე იყავით ჩემთან, ხო და მომიტანა ახასი რაღაცა, მათ შორის მინდვრის ფხალი, რომელიც მოვწალე და აქ კიდე კონტეინერით შევინახავ. ხო და დავაწერე ახლა ამას რა არის. მოკლედ გადავიღეთ შემოკარგებო, წინ წავიდეთ საქმე და ძალიან მიხარია. როგორ დავაწერო ახლა ამას მინდვრის ფხალი. აი ასე. მოვედი და დავიწყე საქმიანობა. მოვწალე მინდვრის ფხალი, ჭურჭელი ახლა დასარეცხი რა თქმა უნდა, დედას დაურეცხია, მაგრამ მოვედი თვისადილეთ და კიდევ დარჩა. ლოგიო დავადგი, ქარელში შევედი 2 ნაბიჯში. ვიყიდე ბურღული, რაღაცები, რუღაცები, კიდე იქ გვერდზე მაღაზიაში შევედი, თბილისში საქმე მქონდა და ისეთმა წვიმამ დაასხა, რომ აი მანქანამდე ძლივს მივედით და მოვედით სახლში. ტასიკო კი არის ცოტა გამოუძინებელი და ისე მუშაობს, მოყინთული, მაგრამ არ აუშავს ერთი დღე. არაფერი მოუვა, სამგელო დღეს სამუშაოს მორჩება თუ არა, დაწოვა და დაიძინებს. ხვალ გაიღვიძებს ნორმალურ დროს. ასე შემოკარგება, შევდებ ახლა ამას საყინულებში. ხო და ამ ლობიო მიხარშოს, აქ ცოტაღა ჭირდება და ჩვენ გავიდეთ და დავსხდეთ. თავდაყირა მაქვს ყველაფერი, ბუბუკამ გადმოაყირავა აგერ ჩემი თეთრეული სტომარა და ეხლა გაილახება. გაჩერდი ბიჭო. ცოტა ხანი იყო დედა ჩემთან, ფაქტიურად ერთი საღამო, ერთი დღე და ერთი საღამო, ერთი ღამე და მეორე დღე საღამომდე. საღამომდე ერთი ღამე გაათენა. ხო და გადმოვალაგე, რაც გასატანებელი მქონდა, ფეხსაცმელები მოვარგე, რაღაცეები, მაიკების იმის გავხარ და წავიდა. დედას აქვს ფეხის პრობლემა, ყველანაირი მას ვერ იცვამს ფეხსაცმელს და დღეს გავატანე, მე მგონი 3 თუ 4 წვილი და ძალიან მიხარია, 4-ვე არაჩვეულებრივად მოერგო ფეხს. და ეს კიდე ემასშება ახლა ძალიან ცელქობს, მე მგონი ბებოს ეწევს, ბებო უყვარს ძალიან ამას. ხო, გიყვარს შენ ბებო, მოდი ჩემთან. მოდი შეშე მოგევლე, ბებო. ბებო წავიდა, ბებო წავიდა. არა, არ მაკოცო კაცო სახეს. რა მინდოდა რომ მეთქვა ჩემო კარგებო, კომენტარზე რამდენი უნდა გავაკეთოთ ეს საუბრალაო რა გვეყოსო. შემოკარგება, ძვირი ფუფუნებაა ნამდვილად. მე ვიყიდულობ წელიწადში ერთხელ გაზაფხულზე, ჯერ ერთი იმიტომ რომ
იშვიათად მოხდება ბაზრებში. მეორე ერთი, იმიტომ რომ საკმაოდ ძვირია კილოგრამი 10 ლარი. ერთი პლუსი ის არის, რომ წარიკლებს, რომ მოხარშავ, რომ მოიწალება, არ პატარავდება. იგივე რაოდენობა რჩება. აი რაც თქვენ ეკრანზე ნახეთ, მე რომ ერთ არაჟნის მრგვალ ვედროში ჩავდე კონტეინერში და ის მე რაც შევაზავე, აი ის იყო ზუსტად 1 კილო. დედამ მიყიდა ხაშურის ბაზარში. 10 ლარი მიუცია. აი წარმოიდგინეთ, ჩემო ოჯახში მე მიყვარს მარტო. მარტო მე და დედას გვიყვარს და გუშინ გამოვიცხეთ ჭადი მე და დედამ და ერთად შევაზავეთ, ის მივირთვით. სხვა არავინ არ ჭამს. მიუხედავად იმისა, რომ მამას უყვარს ჭადთან და ღომთან მისატანებელი ნიგვზიანები, ეს არ უყვარს. ეგალ მე და დედას გვიყვარს. ძნელი მოსაკრეფია ეთყობა, იცით, აი ეს ხვიარა მცენარეა და სადღაცა ზემოთ ეკლებში რაღაცებში ძნელი მოსაკრეფია, თორე ეს ხო არ არის კულტურული მცენარე, რომელსაც სჭირდება ხუნათესვა და რწყვა. მით უმეტეს ახლა არის ესეთი სეზონი, აქტიური. ხო და ნუ რა ვიცი, ესეთი ძვირია, ისევე როგორც აი ჩემთვის გაუმართლებლად ძვირია სატაცურის ფასი, გაუმართლებელია იმისი ფასი, ღანძილის ფასი, რა ვიცი, არ აგითხრათ აბა. ხო და აი მართლაც ესე სუფრისთვის და დიდი რაოდენობით 3 კილოიანი ქილა დაკონსერვებული, აკონსერვებენ მაგას, ხუფავენ. 3 კილოიანი ქილა, რომელშიც აი სავსეც არ არის. აი 3 კილოიანი ქილა ჯონჯოლი პირთამდეა სავსე, ხო მართალია, ბოლომდეა მოტენილი და ამ ეკალას წყალი აქვს ხოლმე დაყენებული და ბოლომდე სავსე არ არის ხოლმე და თუ არ ვწდები, სადღაც 60-70 ლარი ღირს ხოლმე. და აი, რა ვიცი, ყიდულობს ალბათ ხალხი, რადგან აკონსერვებენ და მე ყიდიან. ძალიან ძვირი სიამოვნებაა, მოკლედ რა. გეთანხმები. ასევე მინდოდა არ არის ეს კომენტარი ახალი ახლა დღევანდელი და გუშინდელი ჩემ ჭადის ვიდეოზე. ჩემმა მუდმივმა მაყურებლებმა ძალიან კარგად იცით, რომ ბუბისი ძალიან კარგად იცით, რომ მე ვარ აი ნეგატიურ კომენტარებზე ძალიან ლოიალური, არ ვიცი პასუხი. მაგრამ ხანდახან გავბრაზდები ხოლმე. ხო დღეს ავდექი და კომენტარით ვუპასუხე. კომენტარი ეწერა ქალბატონი წერდა, არ მახსოვს სახელი. და თუ ჯერ კიდევ მიყურებთ, თუ მოვიდა თქვენთან ეს შეტყობინება, წაიკითხეთ აუცილებლად და ახაც გაუმეორდები და ჩემმა მუდმივმა მაყურებლებმაც თუ ნახეთ ეს კომენტარი, მინდა იცოდეთ, რატო დავწერე და რისთვის დავწერე. ჭადზე იყო ესეთი ტექსტი მიწერილი, რომ შევარცხვინე ზეთიანი ჭადი. და აი ეს შევარცხვინე ზეთში შემწვარი ჭადი შევარცხვინე, ისე ძალიან გამაბრაზა, რაც აი ძალიან იშვიათად მემართება ხოლმე. ისე გამაბრაზა, რომ აი ავდექი და კომენტარი დავწერე და კომენტარში თუ კი გადახვალთ და ნახავთ, აი ესეთი ტექსტი მიწერია, რომ მე კიდე შევარცხვინე ადამიანი, რომელსაც არ უყვარს სიახლე. აი რა მოხდება იმითი, რომ ჭადი შევწვათ ზეთში. რას ქვია შევარცხვინე? რა აქვს სამარცხვინო? ან ჩემ ჭადს, ან კიდე იმ ჭადის ვიდეოს, ან ეს რა ქვია, იმ ჭადის რეცეპტს, ან იმ ჭადის მიმრთმევს, რა იყო ზეთიანი ჭადი არ მიგირთმევიათ და სულ შესარცხვენია სულ-ყველა. სამარცხვინო არის ბოროტება, აგრესია, ჩაგვრა, შეურაცხყოფის მიყენება, საზღვრების დარღვევა. ისეთი როგორიც არის, ესეთი მე ვამბობ მენტალურ საზღვრებზე, ფიზიკურზეც და მენტალურ საზღვრებზეც. აი ეს არის სამარცხვინო. სამარცხვინო არის ის, რომ ადამიანი არის გაბოროტებული და ელემენტარული ჭადის გამო შეუძლია მეორე ადამიანს გული ატკინოს და არა მხოლოდ მეორე ადამიანს. იქ იმ რაღაცა 5000 ნახვა რო აქვს იმ ჭადს, შეიძლება უფრო მეტიც არ მახსოვს. მნიშვნელობა არ აქვს მაგას, მეტი თუ ნაკლები. არიან ადამიანები, რომლებმაც ეს რეცეპტი მოიწონეს, რომლებმაც ეს რეცეპტი გაითავისეს, რომლებმაც მოამზადეს და გადაწყვიტეს, რომ მათაც ესე ამზადონ. შევარცხვინოთ, ეს ადამიანები თავის ჭადიანა? არ არის ეს სამარცხვინო. სამარცხვინო არის ბოროტება, აგრესია, შური, შუღლი, შეურაცხყოფის მიყენება, რომელიც ბუმერანგივით უკან უბრუნდება ადამიანს.
კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვოს უყველას, ნუ წერთ ხალხო ასეთ კომენტარებს, ნურც შემს მიმართ და ნურც ხვის მიმართ. რა შედარებაა ახლა და ღმერთმა ისეთ მდგომარეობაში ნუ რა ვინ ჩააგდოს და ყველას ჯვარის წერია მაია ასათიანი როა ჩავარდნილი. და ამას წინათ ვნახე მისი ვიდეო, სადაც თვალები აქვს დასწრებული წრემლებით. კონკრეტულად მაია ასათიანი არასდროს არ ყოფილა ჩემი საყვარელი ჟურნალისტი. მართლაც. მე მისდამი არც აგრესია მაქვს და არც არაფერი. მე ვიცი რომ ის ძალიან ბევრ სიკეთეს აკეთებდა. როდესაც გადაცემა ჰქონდა, შეიძლება ეხლაც არ ვიცი. მე ვიცი რომ ის წარმატებული ჟურნალისტი იყო და მას უზარმაზარი აუდიტორია ყავდა, ძალიან ბევრი მაყურებელი. ღმერთმა ხელი მოუმართოს, ეს გოგო ცუც არაფერს არ აკეთებდა, მაგრამ უბრალოდ ჩემი ის არ იყო. მე არ მიყვარს მსგავსი თოქ-შოუების ყურება, არასდროს არ მიყურებია, არასდროს მე მგონი შაბათი დღე იყო თუ პარასკევი დღე იყო, კვირაში იმ ერთ დღეს მთელი საქართველო ელოდებოდა თითქმის, ახლა მე არ ველოდებოდი. მაია ასათიანი არ არის ჩემთვის ეტალონი ჟურნალისტიკის, ეტალონი დაუშვათ სილამაზის, არ არის ეტალონი სტილის დაუშვათ, არ არის ჩემი გემოვნების ადამიანი, ისევე როგორც მე ალბათ მაია ასათიანისთვის, ხო? რა არის მაგაში გასაკვირი? მომწონს დაუშვათ სოფი ლორენი და არ მომწონს ეს არა ქვე კეტრინ დენევი, რა პრობლემაა? როგორც საეკრანო სახე, ხო? მაგრამ ისეთ მდგომარეობაში შევედი, შვილმკვდარი დედა და ამ ტკივილს ხო ვადა არ გაზდის, ეს ტკივილი ხო არ უშუშდება ადამიანს არა? როდემდე შეიძლება დაუსრულებლად მასახნან, რა ქვია, ლანძღონ აგინონ, შეარწყვინონ და ქოქოლა აყარონ იმის გამო, რომ ამ გოგომ იპოვა საშუალება, იპოვა რაღაცა გზა, გაუმკლავდეს აი ამ თავის მდგომარეობას და ის დაკავდა ვარჯიშით, დაკავებულად თორმე არ ვიცოდი მე. მან გაიკეთა ტატუ, მან გაიკეთა პლასტიკური ოპერაციები, რაღაცა არ ვიცი, მან გააკეთა არხი, მან იპოვა თავისი ახალი გზა. ეს არ ყოფილა მისი დიდი სურვილი, მაგრამ ასე მოუვიდა, ასე დაემართა და ერთადერთი რაც ამ სიტუაციაში მე შემიძლია ვთქვა, რომ განუზომელია ჩემი აღფრთოვანება მისი ასეთი სიძლიერისადმი, საერთოდ ცოცხალი რო გადარჩა, ეგ არის ეს უკვე მიღწევა მისი მხრიდან. ახლა მან წელი დაიწვრილა თუ სახეზე ბოტოქსი გაიკეთა, ვისი რა საქმეა და რატომ აძალებს საზოგადოება ამ გოგოს იყოს რამდენი წელი, 10 წელი ალბათ გავიდა უკვე, 10-8, რა ვიცი მე, წლების განმავლობაში აძალებს, რომ ეს გოგო იყოს უბედური და ეს უბედურება ეწეროს სახეზე, ჩაცმაზე, გარეგნობაზე, ჯანმრთელობაზე, მდგომარეობაზე, თვალზე, ფეხზე, აი რო დაგრეხილიყო ინვალიდის სავარძელში, რომ მოხვედრილიყო დარდისგან, რომ გარდაცვლილიყო, ხო აღვაზებებდნენ. რატომ მით უმეტეს რომ კაცები კი არ წერენ ამას, ქალები წერენ. რაღაცა რომ დაგვთვალეს, აღწერა რომ იყო 2,5 მილიონი და რომ აღმოჩნდა რომ 2,5 მილიონიც არა ვართ და მე მგონი 1,5 მილიონი ვართ და აქედან მე მგონი საქართველოს მოქალაქეები არიან, თორე ქართველები არ არიან და აი იმისი რატო დავიწყე ხა ამ ადამიანების თულა და ციფრების მოყვანა თანაც დაუზუსტებლის. ერთი მუჭარო ვართ, მართლა, ერთი მუჭარო ვართ, აი ამ ერთ მუჭა ქვეყანაში. ნუ თუ არ შეიძლება რომ ამ გოგოს მიეცეს სიცოცხლის გაგრძელების საშუალება ვიღაცის კრიტიკის გარეშე. რა არის ხალხო ეს რა სენია? მე შეიძლება სულ არ მომწონს ის მისი საცურაო კოსტიუმი და შეიძლება ესეთი ძალიან ღია საცურაო კოსტიუმით არავინ არ მომწონდეს ეკრანზე გამოჩენებული. ხო შესაძლებელია. მაგრამ მისი ბიოგრაფია, მისი ტკივილი მოვიყვანო რაღაც არგუმენტად და ამით ავუკრძალო და დავაბულინგო. რა არის ხალხო ეს? რა მოსატანია აქ ჩემი მჭადი და მისი რეცეპტი ვიღაცისთვის მიუღებელი როა და ესეთი კომენტარი, როდესაც შვილმკვდარ დედას ესე აბულინგებენ და
ერთი წამით არ შედიან იმის მდგომარეობაში, ერთი წამით არ უნდათ მისი გადმოსახედიდან გადმოიხედონ. რა არის ეს? 13,000 გამომწერს გადაცდა დღეს უკვე ჩემი გამომწერების რაოდენობა. და ძალიან მინდა ვთხოვო სულ ყველას, რომ თუ აი ასეთი კრიტიკული თვალით უნდა მიყუროთ, მოდით დატოვეთ ჩემი არხი და ნუ იქნება აქ 13,000 ადამიანი, ნურც 1300 იქნება და ნურც 130 და ნურც 13 კაცი. ვიყოთ ცოტანი და ვიყოთ ერთმანეთისთვის და ვიყოთ მაქსიმალურად მიმტევებლები. აი რას ვამბობ ახლა ცუც, არც არაფერს. და კიდევ ერთხელ გავმეორდები, რომ არ მიყვარს კომენტარზე კომენტარის წერა, აგრესიული და არასასიამოვნო გაუმართლებელ კომენტარზე იგივე ტონით პასუხი, მაგრამ დღეს გავუბრალდით და ესე დავწერე. აბა რას ფიქრობთ თქვენ ამ ყველაფერზე? მაქვს თუ არა უფლება ჩემ არხზე ისეთი ჭადის რეცეპტი დავდო, როგორც მე მინდა. მაქვს თუ არა უფლება და გვაქვს თუ არა უფლება სათითაოდ ჩვენთაგანს, თითოეულ ჩვენთაგანს, ჩვენ სამზარეულოში გვინდა მარილი დავუმატოთ, გვინდა ზეთში შევწვათ და გვინდა გარაგში. და გვაქვს თუ არა საერთოდ უფლება თქვენი აზრით შევცვალოთ ეს ქართული ეროვნული რეცეპტები და ხო არ გამოდის ეს რაღაცა მკრეხელობა. თქვენ როგორ ფიქრობთ? მე ვფიქრობ, რომ შეცვლა შესაძლებელია. სხვადასხვა ვარიაციებში გამოჩენა. მე ხო არ ვამბობ, რომ ეს არის ტრადიციული რეცეპტი და ოდითგანვე ქართველები ამას ასე აკეთებდნენ. ამას მე ვაკეთებ ასე. და თუმცა იმასაც ვიტყვი, რომ მე მგონი პირველად რომ ვიღაცამ ჭადი გააკეთა, იმის შემდეგ ალბათ იცვლებოდა ეს რეცეპტი, ხო მართალია? იქ რაღაცა დოზა შეიცვლებოდა, იქ რაღაცა ცხიმი შეიცვლებოდა. საშუალება რო ქონოდა ადრე ქართულს იქნება, იმასაც შეეწვა ზეთში. თქვენ რას იტყვით? საცივი ასე არ კეთდება, რო წერენ ხოლმე. საცივი ყველა ოჯახში, ყველა კუთხეში სხვადასხვანაირად კეთდება. და იმ კუთხიდან ახალ კუთხეში რო გადადის, აი დაუშვათ აღმოსავლეთში, კახეთში რო წავიდა დაუშვათ საცივი და სვანეთში რო გადავიდა, იმ დიასახლისმა რაღაცა მოაკლო და რაღაცა მოუმატა თავისი სურვილის და გემოვნების და თავისი ოჯახის გემოვნების გათვალისწინებით. ხო, რა არის ამაში ცუდი? აი რა არის ამაში ცუდი? მე მგონი რომ არ არის ეს კანონი და მე მგონი რომ ეს არ არის დაკნინება ტრადიციის და არ არის დაკნინება ჩვენი წინაპრის შეურაცხყოფა. არა მგონი. მომწერეთ თქვენი აზრი. იმიტომ ცოტა მეწყინა. არა ვარ მე მიჩვეული არხზე ესეთი არასასიამოვნო კომენტარებს საერთოდ. თქვენგან განებივრებული ვარ, ისთვისაც მადლობას გიხდით და ასევე მინდა რომ გაგანებივროთ თქვენს და მითხრათ რომ საუკეთესო მაყურებლები ხართ, გითხრათ უბრალოდ მე გითხრათ თქვენ რომ ბრძანდებით საუკეთესო მაყურებლები, მართლაც ძალიან დადებითი ადამიანები, რომლებიც მეგობრებივით მიტკეხათ გვერდში და თითეული თქვენი დადებითი სიტყვა მე ძალიან კარგისკენ მიბიძგებს და ეს ძალიან ძვირფასი რამ არის. ადამიანს თუ არ შეგიძლია რომ აჩუქო მილიონი, თუ არ შეგიძლია რომ რაღაცა ასწავლო უნიკალური, თუ არ შეგიძლია რომ რაღაცა ნივთიერი, რაღაცა ესეთი გაუკეთო ფიზიკური ხელისშეშველება, მორალური ხელისშეშველება არანაკლებ ძვირფასია და თქვენ მე ძალიან მეშველებით ძალიან დიდი სტიმულია თქვენი თითეული სიტყვაჩემთვის და კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ მადლობა. ახლა ბოდიშ მოგიხდით, შეიძლება ძალიან ბევრი ვიქაქანე. შეიძლება ძალიან ბევრს მოვითხოვ ადამიანებისგან, ეგეც სრულიად შესაძლებელია. შეიძლება უბრალოდ ეგეთ ხასიათზე ვარ დღეს და ძალიან გავაჭრელე. ბოდიში მოგიხადოთ იმისათვის, რომ ბევრი ვიქაქანე. ხო და დაგანებოთ ახლა თავი, რომ უფრო მეტად არ შეგაწყინათ. კარგი საღამო, კარგი ღამე, შევხვდებით ხვალ და ველოდები კვლავ თქვენ კომენტარებს. მადლობა ძალიან დიდი.